ყველას გილოცავთ ახალ წელს დაესწარით მრავალ საუკეთესო სურვილებით. ახლა კი ვნახოთ რა შეიძლება თქვენ ცხოვრებაში უბრალოდ 2026 წელს. პირადში რა შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს არ არის ახლა ძალიან ხანგრძლივი, მაქსიმალური მოდი ვთქვათ 3-4 თვის მანძილზე რა შეიძლება მოხდეს თქვენს პირადში. ნახოთ რა შეიძლება მოხდეს პირადში. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ცოტა ისეთი არკანები ამოვიდა, ბოლოსკენ უკვე ამოვისუნთქე. ერთი სიტყვით, რაიმე რო ვთქვა, სიახლე იქნებაო, მოდი ვთქვათ, აი 20%-ს 100-დან შეიძლება უთხრა ის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოიჭრება ახალი ენერგიები, ახალი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ახტაცებული იქნება თქვენთვის და ეს იქნება თქვენთვის შანსი, შეიძლება საბედისწერო ნაცნობობა, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით და ყველაფერი დაალაგდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მოდის ახლა, ეს არის თუ თქვენ დღეს ხართ უსიამოვნო მდგომარეობაში ან კონკრეტულად პიროვნებასთან ხართ დაშორებული ან გაუგებრობა, კრიზისი, თუ კი რამე არის, რაც არ იცვლის საერთოდ არანაირ ფერს უკეთესობისკენ, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაალაგდება ისე, რომ შეიძლება ვერ მიხვდე, როგორ დატრიალდება ეს ყველაფერი. რაც შენ გააკეთე, ამას შეიძლება არანაირი ნაყოფი არ გამოიღო. ამიტომ გაჩერდი, მოდუნდი, ფორტუნა არის შენს მხარეზე. ყველაფერი დაალაგდება. თითქოს რამისიჯე იცი, მოდუნდი, არაფერზე არ ფიქრო, შენი სურვილები იცის ღმერთმა, იცის სამყარომ, იცის შენ, ოღონ ამაზე ძალიან ბევრი არ ფიქრო და საერთოდ არ იდარდო. რადგანაც ყველაფერი იქნება იდეალურად და ის რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება და თქვენი სევდა, დარდი, უკონტაქტობა, ვისთანაც გაწუხებთ. ყველაზე არ მინდა ვთქვა, რომ ყველა შერიგდებით და ყველასთან ერთი და იგივე სიტუაცია იქნება, მაგრამ მოკლედ ყველანაირი დარდი და სევდა გადავა, ერთი სიტყვით. და თქვენ თავს იგრძნობთ პენტაკლების დედოფალი, აი, ღირსეულად. და შენ იგრძნობ, რომ ხარ ღირსი ზუსტად აი ამ პერიოდის. უბრალოდ არ დაელოდო ამას. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, არის ის, რომ დაიჯერე. დაიჯერე. ეს არ არის მარტივი, მაგრამ უნდა დაიჯერო. ყველაფერი იქნება კარგად. მე ყველას გელოდებით კომენტარებში.